ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. Ring of Combat MMA-ის ქამრისთვის ბრძოლაში დვალიშვილი ამერიკელ სუკროპ აიდარბეკოვს დაუპირისპირდა. რატომ არის მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო? რა გზა გაიარა მერაბმა მსოფლიოს ჩემპიონობამდე? ვინები იყვნენ მისი პირველი და ბოლო მოწინააღმდეგეები? ყველაფერს ამ ვიდეოში გაიგებ. მაყურებლის 50%-ს არ ვყავარ გამოწერილი. ამიტომ თხოვნა რომ ეს ახლავე გააკეთო. მაშასე, თუ მზად ხარ, მეც მზად ვარ. როგორც იცით, სანამ მებრძოლი პროფესიონალურ ბრძოლას ჩაატარებს, ჯერ რამდენჯერმე სამოყვარულოში უნდა იჩხუბოს და უკვე შემდგომ, როდესაც გამოცდილებას მიიღებს, გადადის პროფესიონალებში. მერაბ დვალიშვილის პირველი ნაბიჯები შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ორლანდო ტორესის წინააღმდეგ ფიქსირდება, რომელიც 2012 წლის 14 ივლისს ჩატარდა. ბრძოლა Battle in South Promotion-ში გაიმართა და მერაბმა 4 რაუნდიან ბრძოლაში ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ტორესი. მართალია ამ ბრძოლაზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მერაბ დვალიშვილის სამოყვარულო დებიუტი გამარჯვებით დაიწყო. მერაბმა მეორე სამოყვარულო ბრძოლა დაახლოებით 1 წელში, 2013 წლის 17 მაისს გამართა და მისი მოწინააღმდეგე ენდრიუ ვასი იყო. მერაბმა ერთი მარჯვენა პირდაპირი მოარტყა და პირველი რაუნდის მე-18 წამზე ამავე პირდაპირით ნოკაუტით დაასრულა ეს ბრძოლა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე რიგით მესამე სამოყვარულო ბრძოლაში ნათანიელ სმიტი იყო, რომელიც Golden MMA Championship-ის პრომოუშენში გაიმართა. პირველი რაუნდის 31 წამზე ground and pound-ით ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა მერაბ დვალიშვილმა. არწმუნებული არ ვარ, რომ ეს ის ჩანაწერია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ მერაბ დვალიშვილის პროფესიონალური დებიუტი 2014 წელს დარენ მიმას წინააღმდეგ Ring of Combat-ის პრომოუშენში გაიმართა. მერაბის მოწინააღმდეგეს 3 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საჯების გადაწყვეტილებით გაემარჯვებინა. 9 თვის შემდეგ 2014 წლის 19 სექტემბერს მერაბის პირველი პროფესიონალური გამარჯვება დენის დომბროუს წინააღმდეგ შედგა, სადაც მესამე რაუნდის 30 წამზე ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა დვალიშვილმა. სამწუხაროდ ამ ბრძოლაზე არც რაიმე მეტი ინფორმაცია გვაქვს და არც ვიდეო ან ფოტომასალა. მესამე ბრძოლა დვალიშვილმა რიკი ბანდეჟასთან ჩაატარა, რომლის პროფესიონალური რეკორდი ბრძოლის მომენტისთვის 2 გამარჯვება და არც 1 მარცხი იყო. მერაბის კი 1 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა. ბრძოლა Cage Fury Fighting Championship-ში გაიმართა და 3 რაუნდიან ბრძოლაში ბანდეჟესმა საჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა მერაბი. ჟოფრი ზენი მერაბ დვალიშვილმა 3 რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დაამარცხა. მისი 6 გამარჯვებიანი სერია ამ ჩხუბით დაიწყო. ამ ბრძოლაზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ გაჩვენებთ ამ ვიდეოს. ეს ფოტო მეტ ტულიოს დამარცხების შემდეგ არის გადაღებული 2016 წლის 10 ივნისს, რომელიც მერაბმა ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მის შემდეგ მეტოქეს პოლ გრანტს მერაბმა 2016 წლის 23 სექტემბერს საჯების ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით ცლია. ამ ბრძოლის ფოტო და ვიდეო მატერიალიც არ გვაქვს, ამიტომ მერაბის კიდევ ერთ ვიდეოს გაჩვენებთ. About jacuzzi. You can come. I was not there. Come. მერაბის შემდეგი ოპონენტი ტონი გრაული აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც მერაბის მსგავსად 3 გამარჯვება და 2 მარცხი იყო. ეს ვიდეო ამ პერიოდიდანაა, სადაც მერაბი გვიანონსებს ამ ბრძოლას. მოგვიანებით კი მერაბმა გრაული Ring of Combat-ის პრომოუშენში ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 4 თვეში დვალიშვილმა კიდევ ერთი ბრძოლა გამართა Ring of Combat-ის პრომოუშენში, მაგრამ ამჯერად უკვე ქამრისთვის და სუკროპ აიდარბეკოვი მეორე რაუნდის 4 წუთსა და 14 წამზე ხელის მტკივნეულით დაამარცხა და გახდა პრომოუშენის ჩემპიონი. ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. Ring of Combat MMA-ის ქამრისთვის ბრძოლაში დვალიშვილი ამერიკელ სუკროპ აიდარბეკოვს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე Atlantic City Tropicana კაზინოს დარბაზში გაიმართა. ქართველი სპორტსმენის უპირატესობით წარიმართა დვალიშვილმა ამერიკელი მებრძოლი მეორე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა. გომში
გამოირჩევა თავისი სიძლიერით, მაგრამ მეორე რაუნდში ხელის კინეულით მოვიგე $1. ეს კი მეცხრე საბედისწერო ბრძოლა, რომელიც 2017 წლის 2 ივნისს გაიმართა და რადგანაც ამ დაპირისპირებას ამხელა მნიშვნელობა აქვს, მოდი უფრო მეტი დრო დავუთმოთ და აგიხსნით თუ რა მოხდა. მერაბი ეჩხუბებოდა ბიჭს, რომლის გამოც დენა ვაიტი პირადად ჩამოფრინდა და ჩასვა ამ ღონისძიებაში. მისი მომავალი UFC იყო. მერაბმა კი ის 16 წამში დაანოკაუტა და UFC-ს კონტრაქტი მოიპოვა. UFC მის ოფიციალურად 2017 წელს გააფორმა და მისი პირველი მოწინააღმდეგე ფრენკი საინსი იყო. მისი პირველივე ბრძოლა ურთულესი აღმოჩნდა. ბრძოლაში მერაბმა ბევრი ზიანი მიიღო და იმის და მიუხედავად რომ ფრენკის პარტერში გადაყვანას მაინც ახერხებდა, დიდად თვალსაჩინო ზიანი ვერ მიაყენა და ფრენკი საინსმა თანაბარ ბრძოლაში მერაბი გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. Nice. Another takedown on the counter. Yeah, very interesting coming in here in the third round, maturing forward. So really, again, here we go. He's not doing much damage, but you got this forward. Ooh. Fires that knee and connects with the right hand. A return to the center. Big uppercut is signed. They go the distance. UFC Fight Night 128-ზე დვალიშვილი რიკი სიმონს დაუპირისპირდა. მერაბმა გაუმჯობესებული სტრაიკინგი და თეიქდაუნები გვაჩვენა და ბრძოლას აბსოლუტურად დაკონტროლებდა. ერთხელ საიმონი პირველ რაუნდში დაანოკდაუნა კიდეც. ბრძოლა მერაბის აბსოლუტურ დომინაციაში გადაიზარდა. 2 რაუნდის განმავლობაში მერაბი ათრევდა რიკი სიმონს. That you gotta calm down in a fight. See how long they can big head kick for Dvalishvili. Burn himself out. Oh, big combination. Dip down through that overhand. Oh, big right hand. That hurt sits him. down Simone. He's definitely got him hurt. Simone. Oh, desperation mode. Dvalishvili sent a beautiful takedown with that right uppercut from Merab and taken down again. He's landing takedowns. Put up maybe a right hand, but every time he even gets thinking about it. Big right from Dvalishvili. მაგრამ მესამე რაუნდის ბოლო წუთზე რიკი მერაბი გილიოტინით დაიჭირა და ბოლო 1 წუთი დვალიშვილის მოხრჩობას ცდილობდა. მაგრამ მერაბი აქტიური იყო და საიმონმა მისი დაფინიშება ვერ მოახერხა. საბოლოოდ თითქოს მსაჯების გადაწყვეტილებით უნდა მოეგო, მაგრამ საჯმა რიკი სიმონს მისცა ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება, რაც ყველასთვის გასაოცარი აღმოჩნდა. ასე რომ მერაბის რეკორდი UFC-ში 0 გამარჯვებით და 2 მარცხით დაიწყო. 1 წაგებაც და ყველაფერი დასრულებულია. მერაბ დვალიშვილი საბოლოო სიტყვის სათქმელად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ტერიან ვეარი იყო. ვეარი ნამდვილი გამოცდა იყო მერაბისთვის, რადგან მისი რეკორდი 17 გამარჯვებისა და 8 მარცხისგან შედგებოდა. მერაბმა კი უბრალოდ დიდი აგრესიით და დომინაციით გადაუარა ტერიან ვეარს. 3 რაუნდიანი ბრძოლა გადაწყვეტილებამდე მივიდა, sadაც მერაბმა UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა. He's looking to counter, but nice spinning now when he knows full well. Here we go again. Look, nice. Shoots him very nice. A sense of urgency given his last 2 results. I mean, he personally thinks, nicely done. He's giving him some hesitation. There you go. Beautiful. In your arm throw for a minute. Nice takedown. Look at that. Extensively, he's not really had the rub of the green in his canvas. He looks like he's well on the way to getting his arm raised here in Moscow. როგორი გძნობაა, როდესაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა UFC-ში. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან საშიში ვარ ამ დივიზიონში ყველა მებრძოლისთვის. ახლა ჩემი პირველი გამარჯვება მოვიპოვე UFC-ში და ვიცი რომ ყველაფერი ახლა იწყება. შონომალი. გააგრძელე მოწევა. მე კი ვარჯიშს გავაგრძელებ და ვნახოთ ვინ არის უკეთესი. ბრედ კატონა დაუმარცხებელი მებრძოლი, რომლის რეკორდიც 8 გამარჯვება და 0 მარცხი იყო. მერაბ დვალიშვილს 2019 წლის 4 მაისს დაუპირისპირდა. მერაბმა ჭიდაობის ხარჯზე პირველი, მეორე და მესამე რაუნდების განმავლობაში დაჩაგრა კატონა. საბოლოოდ მსაჯებმა მერაბს ერთსვლოვანი გამარჯვება მიანიჭეს და მისი რეკორდი UFC-ში 2 გამარჯვება და 2 მარცხი გახდა. ზედიზედ 2 გამარჯვება. Dvalishvili sat on his chair. Nice trip from Dvalishvili. Dvalishvili, a tough fighter to hit. If you look at Merab, you can just see he's a lot thicker. After applying pressure. There you go, beautifully timed takedown. Really was fantastic. Izzy with the legs. Oh, what a perfection. But Merab looks sensational. Well, they wanted their fighter from Canton.
მერაბმა 2019 წელს კიდევ 5 ჯერ იბრძოლა, მაგრამ ამჯერად სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე. აქ მერაბმა 4 ჯერ იმარჯვა და ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა. UFC-ში მისი მეხუთე ბრძოლა ამერიკელი კეისი კენის წინააღმდეგ ჩაატარა. ბრძოლის მომენტისთვის კეისის რეკორდით 13 გამარჯვება და 1 მარცხი იყო. დინამიკურ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის ჭიდაობამ ყველაფერი გადაწონა და კეისის შანსი არ დაუტოვა. 3 რაუნდიან ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი გადაწყვეტილებით იმარჯვებს. For 2 here. That into round number 3, which is after this. Merab is taking him down. They want him to just be a little more from there. He didn't overtrain. And look at how good and sharp he looks. He's having fun. He goes and he never seems nice takedown there, and the numbers, that'll be number 10. High environment. That's great coaching. Outside of I'm enjoying it. I just wanted to live. And as we approach the final minute of this 3rd round. In the final seconds here, we'll perhaps say hello to the bantamweight ranking. Merab, the machine, Dvalishvili! 2020 წლის 13 ივნისს მერაბს რეიბორგთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა გაუქმდა და საბოლოოდ მოკლე დროში მისთვის მოწინააღმდეგე მაინც მოიძებნა. ეს ამერიკელი გუსტავო ლოპესი იყო. ლოპესი თავიდან იღემოდა და კარგი განწყობა ჰქონდა, მაგრამ სულ მალე გამოჩნდა თუ რას უშვება მერაბი ოქტაგონში ხალხს. ამ ბრძოლაში ემოციებზე დაკვირვებით ნათლად გამოჩნდა თუ როგორ ტეხავს ფსიქოლოგიურად მებრძოლებს და როგორ იმარჯვებს ბრძოლებში მერაბი. მერაბისგან ნელ-ნელა კონტენდერი გამოიძერძა. Shot there. Big final seconds here. Round 2's coming up. Yeah, I mean that's the exact ball. Nice right hand. He hurt him with that, I think. Shake his head. To just continue here to his back. Like, you know what? I got to rest a little bit. If this pace is going to go this way. Lopez. Body kick that time, but a nice sweep from Dvalishvili. So Lopez survives roundtour.com. The timing on that. Definitely slowing down. Yeah, nice work there. Beautiful work there. Oh man, nice hammer fist. Man has, and that's Demetrius Johnson. So there's number 13. It doesn't always happen, but he's always going for the finish. The machine. მერაბის შემდეგი მეტოქე ვეტერანი ჯონ დოდსონი იყო. 21 გამარჯვების და 11 მარცხის, ანუ ჯამში 32 ბრძოლის მიუხედავად, დოდსონმა მერაბის თავსატეხი ვერ ამოხსნა და ისიც დაჩაგრა დვალიშვილმა. გაინახდა მეხუთე გამარჯვება ზედიზედ. The fence smart and score. Brilliant move. Merab throws those punches. Bit of countering one shot, so he wants to counter you. And the official protein snack of UFC. In his tracks, it's really about Merab pressing 1872. 135. Not an easy cut necessarily. That right hand locked up too. Now let's see it down. You can't slam him. That's the key. You gotta. And although they're having you're staring in the mirror. Chiming in from the bubble. We appreciate that. This fight replay is brought to you by Nemiroff. Bold character. Merab, the machine, Dvalishvili. შემდეგი მოწინააღმდეგე კოდი სტამანი იყო. 19 გამარჯვებით და 3 მარცხით იგი ერთ-ერთ კონტენდერად ითვლებოდა. კოდის შესანიშნავი კრივი ჰქონდა, მაგრამ იგი ზუსტად იგივე პრობლემას შეეჯახა, რომელსაც მერაბის ყველა ყოფილი მოწინააღმდეგე ჭიდაობას. მერაბმა სტამანი უბრალოდ დაქანცა და მსაჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. And here we sit about 5-6 months later. Nice 1-2. kind of shook it off. There it is again. That's 3 or 4, Michael, in the last octagon. But now we're seeing high level look. And they're working the gym together and paying off. Mixing it up. How about that? Yeah.
Dvalishvili. Men having success with the wrestling with the takedowns. Once again, Cody's sits back, trying to wrap up the neck here. Deep. Oh, he popped his head out. Heavy combination. Knocks you off balance. With his, see it, another thing to stop it, especially with That's Dvalishvili. deep. How about that? I mean, there's a lot of action, a lot of punches being thrown. And look at that. Hey, I got some advice for you. He's confident. Bantamweight contenders. Merab, the Machine Dvalishvili! His 6 straight wins for Merab Dvalishvili. მერაბმა დიდი შანსი მიიღო, რომ ტოპ-10-ში შესულიყო. მისი ოპონენტი ამჯერად გასაოცარი სტრაიკერი, მარლონ მეჯიკ მორაეში იყო, რომელსაც დვალიშვილის მეგობარი, ალჯამინ სტერლინგი ბრუტალურად ჰყავდა გათიშული. გეგმა ყველასათვის ცნობილი იყო. მერაბ დვალიშვილს უნდა ეჭიდავა მარლონ მორაეშთან და არ უნდა გაეცვალა დარტყმები. მაგრამ ბრძოლის დასაწყისშივე მებრძოლებმა გაცვლები დაიწყეს. მერაბმა რამდენჯერმე კარგად მოარტყა, მაგრამ მარლონის სტრაიკინგი სხვა ლეველზე იყო. ბრძოლის 2 წუთსა და 56 წამზე მერაბს ძალიან ძლიერი დარტყმა მოხდა. დაახლოებით 20 წამში კი კიდევ ერთი უძლიერესი ჰუკი და მერაბის საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარიერაში პირველად კინაღამ დააფინიშეს, მაგრამ საჯმა არ შეაჩერა ბრძოლა და შანსი მისცა მერაბს. მოკლედ რომ თქვათ, მერაბმა უმძიმეს დარტყმას გაუძლო და სასწაულებრივად გადარჩა. რაუნდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მერაბმა მარლონი პარტერში გადაიყვანა და შემოაბრუნა რაუნდი, სადაც კინაღამ გათიშა მარლონს. One of the best rounds of the year. Two next. For as good as მეორე რაუნდი მერაბის ნოკდაუნით დაიწყო და უმძიმესი ground and pound-ით პირველი ტექნიკური ნოკაუტი მოიპოვა. მისი გამარჯვებების სერიამ კი 7 მიაღწია. Well, it's time for a warning. Yeah. You know, he did a good job of I'm breaking a TV screen. All right, it didn't happen. It's over now. He's not defending those strikes. That'll do it. 7 in a row for Merab Dvalishvili. ნამდვილი ლეგენდა, Hall of Famer და დივიზიონის ყოფილი მეფე ჟოზე ალდოს ჯერი დადგა. მერაბი 3 რაუნდიან დაპირისპირებაში ალდოსთან ბრძოლაში ჩაერთო. ბრძოლის განმავლობაში მერაბმა ვერცერთხელ ვერ დააგდო ალდო და პატარ-პატარა უპირატესობებით გაიმარჯვა ყველა რაუნდში, რის შედეგადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. And that could potentially, as he should. There's more. It doesn't take much from the opponent. Dvalishvili to regain the clinch. And there's. Oh, nice one hand. Awful timing of the knee to the body. Entirely too stationary now. Looking for. Really melts man. He is chasing your spirit. He can get this one done tonight. And slowed considerably. But try it again. Try it again. Try it again. Try it again. Now you got him. 3. All right, so Jose Aldo and Merab Dvalishvili. მერაბს შემდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული მოწინააღმდეგე შეხვდა. სოციალურ ქსელებში სიტყვიერი დაპირისპირებიდან დაწყებული საქართველოს ისტორიით დამთავრებული. ეს ბრძოლა მერაბისთვის ძალიან პირადული აღმოჩნდა. ასევე არ მისცეს მისი საქართველოს ყელსავამით გამოსვლის უფლება. მერაბმა კი მკერდზე ტატუს საშუალებით ამის გაკეთება მაინც მოახერხა. პირისპირ დგომზე იანმა ხელი ჰკრა მერაბს და ამით უფრო გააბრაზა ის. დვალიშვილმა მანქანა გააქტიურა და ბრძოლის განმავლობაში დაქანცა იანი უამრავი გდების მცდელობითა და წნეხით. ერთი გდების მცდელობა, მეორე, მესამე, მეათე, 59. მერაბმა UFC-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა ტეიქდაუნის მცდელობებში. აქედან კი 11 ჯერ მოახერხა, რომ იანი ძირს დაეგდო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არაკათი გამოეცალა იანისთვის და რუსს დამაჯერებლად ყველა რაუნდში მოუგო. He is shooting to come from Petr Yan, right? He can't. Starting to put a little Petr Yan. Oh, that one. Heidi Androl interviews the big winners. It's on E+. Never count him out.
He needs to go back to the left calf kick every time that he goes orthodox. There it is. Ooh, at round 4. And the thing is, Petr Yan, we'd never see her lose. Weeks from tonight in San Antonio, he hasn't fought either of those guys. Oh, final 90 seconds. Oh, that could be it. Another takedown. Oh, stay with his pace, especially over 5 rounds. Not like this. He just did. Watching Cain Velasquez fight Junior Dos Santos in Houston, and Cain fought with this crazy high pace. This, I mean, he's 48 theater at Virgin Hotels like this, and Merab Dvalishvili, the machine Dvalishvili. ორი დივიზიონის გამრის მფლობელი და ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო გახდა მისი მოწინააღმდეგე. სეხუდომ უძლიერესი აპერკოტი მოარტყა მერაბს 3 წუთსა და 54 წამზე და შეაბარბაცა ის. თავად ოლიმპიურ ოქროს მედალოსანსაც კი მეორე რაუნდში გაუჭირდა მერაბის წინააღმდეგ ჭიდაობაში და სტრაიკინგში და დვალიშვილის წნეხს უბრალოდ ვეღარ გაუძლო. უძლიერესი დარტყმები, ლამაზი გდებები და საბოლოოდ გატეხა ფსიქოლოგიურად. Cejudo's got his chin up in the air, Mike. Nice body shot by Cejudo. Left hand. That is guillotine here. Oh, look at that. That's a 10-finger guillotine. You can tell what happened UFC, there. visit blackriflecoffee.com. Soccer feel as a kid, you know. Oh! By Merab. The takedown, and he gets it. Picks him up, carries him across the octagon. Here comes the slam. Zuckerberg. All right, now here we go. For this guy to do this to Henry Cejudo. The Georgian has done it. The machine! მერაბ დვალიშვილი 2018 წლის შემდეგ ომალის იწვევდა. ვინი ფიქრებდა, რომ საბოლოოდ იგი შონს ჩემპიონის გამრისთვის შეხვდებოდა. ბრძოლა 2024 წლის 14 სექტემბერს სფეროში გაიმართა და 5 რაუნდიანი იყო. დაპირისპირება ძალიან უცნაურად დაიწყო. მერაბი რაღაცას აპროტესტებდა, რაც საკმაოდ უცნაურია ამ სპორტში. როგორც შემდეგ გავიგეთ, ის ომალის მწვრთნელის ქმედებებს აპროტესტებდა, მაგრამ დაზუსტებით არ არის ცნობილი რა სამობდა ტიმ-ველში. პირველი რაუნდის მეორე წუთზე მერაბმა ომალი პირველად წააქცია და შონის დამუშავება დაიწყო. მერაბმა გილიოტინა სცადა, შემდეგ ზემოდან მოექცა და მახრჩობლადს დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი რაუნდი მერაბმა მოიგო. მეორე რაუნდის 3 წუთსა და 15 წამზე მერაბმა კიდევ ერთხელ დააგდო ომალი. Ground and pound-ით დააზიანა შონი და რაუნდის ბოლომდე დომინანტურ პოზიციაში დაასრულა. ბოლო 10 წამში კი ეს მოხდა. მესამე რაუნდში კიდევ ერთხელ დააგდო ომალი. მერაბმა რამდენჯერმე მუხლიც მოარტყა თავში. შონმა ერთი კარგი მოარტყა და რაუნდის ბოლო 10 წამით წაიღო. ანგარიში სავარაუდოდ 2-1 გახდა. მეოთხე რაუნდში ომალიმ თითქმის შეაბარბაცა მერაბი. ომალიმ იდაყვი მოარტყა მერაბს და გაჭრა. ამ დროს რეფერი მერაბს ეუბნება, რომ უნდა იმუშაოს. სიმართლე რომ გითხრათ, ვერც მე და ვერც კომენტატორებმა ვერ გავიგეთ რა უნდა დაჰერბდინს. ნუ მოკლედ მერაბი ომალის ძალიან მაგრად ცემს და იგრძნობა კიდეც მათ შორის ლეველები. მეხუთე რაუნდში მერაბმა კიდევ ერთხელ გადაიყვანა ომალი პარტერში. ძლიერი მუხლებით დააზიანა ის. ბოლოსკენ ომალიმ ნეკნებში წიხლი მოარტყა მერაბს და ატკინა. საბოლოოდ მერაბმა მსაჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილის პირველი სატიტულო დაცვა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გაიმართა, სადაც მერაბს ხაბიბის ბიძაშვილი მხოლოდ იმიტომ შეახვედრეს, რომ მისი გვარი ნურმაგომედოვი იყო. საბოლოოდ კი კარგი ბრძოლა გამოვიდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩეს. ადამიანი, რომელიც ურეიტინგო მებრძოლებს ამარცხებდა, შეახვედრეს მეორე ადგილოსან კორი სენთეგენს, მოუგო კორის და სატიტულო ბრძოლა მოიპოვა.
მოკლედ მიუბრუნდეთ მერაბის ქამრის დაცვას. პირველ რაუნდში მერაბი ოვერჰენდით უმარს კარგ დარტყმებს უსვამდა, როდესაც ნურმაგომედოვს ეგონა, რომ ტეიქდაუნზე გადადიოდა. საკმაოდ თანაბარ რაუნდში უმარმა მერაბს პირდაპირ მოარტყა და შეაბარბაცა, რითიც რაუნდი გაინაღდა. რაუნდების ანგარიში 1-0 გახდა. მეორე რაუნდში საშიში გაცვლები ვიხილეთ და აქ უკვე მერაბის ხასიათს დააგვირდით. არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ. ასევე ამ გაცვლების შემდეგ მერაბს ცხვირი დაუზიანდა. უმარმა მერაბი დააგდო და ზურგი აუღო. კიდევ გიჟური გაცვლები. მეორე რაუნდის დასასრულს ჩანს, რომ უმარი უკვე საგრძნობლად დაღლილია და სუნთქვა დარღვეული აქვს. ჯერ მხოლოდ 10 წუთი იყო გასული. იმის და მიუხედავად, რომ უმარმა 2 რაუნდი გაიმარჯვა, მას კიდევ 1 რაუნდი სჭირდებოდა, რათა ქამარი მოეპოვებინა. მაგრამ როგორც იცით, მერაბი არასოდეს იღლება. და სწორედ აი ამ მომენტიდან ტრიალდება ბრძოლა და იწყება მერაბის დომინაცია. The pace of Merab is something to behold. That's a problem for everybody in the world. The fact that he can just go so hard. Oh, nice deception there. He just said good fight, yes. Merab's takedown defense is crazy, man. Incredible. Look at this. Important. You'll learn a lot about the fight if he gets the takedown. There you go. Cracking right hand from Dvalishvili, inside leg kick from Nurmagomedov. Ooh, that's a beautiful right hand counter from Umar. Making him carry his weight. როდის გინახავთ ხალხი გიждდებოდეს ასე გალიასთან ვიღაცის დაჭერაზე. ძირითადად უშჭანენ ხოლმე, მაგრამ ახლა ბედნიერები არიან, რადგან ხაბიბის ბიძაშვილი დაუმსახურებელი სატიტულო ბრძოლის შანსისთვის და ბევრი ლაპარაკისთვის ისჯებოდა. Level change by Dvalishvili. Umar still able to stay up. Oh! Nasty right for Dvalishvili late. Play into the crowd. Incredible. Merab Dvalishvili has broken George St. Pierre's record for the most takedowns in UFC history. And he does it against a man who had never been taken down in the UFC prior. What a... მერაბმა მსაჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. დვალიშვილი ქამრის დასაცავად რემატჩში შონ ომალის წინააღმდეგ ჩაერთო ბრძოლაში. პირველივე რაუნდიდან ბრძოლას ეტყობოდა, რომ მერაბს ბევრად უფრო მომატებული ჰქონდა. ომალის კი მის შეტევებზე არანაირი პასუხი არ გააჩნდა. პირველი რაუნდი მარტივად მოიგო. მეორე რაუნდმა განსაკუთრებული მოვლენების გარეშე ჩაიარა, მაგრამ მერაბმა წნეხის და წინსვლის მუდმივი აქტიურობის ხარჯზე ეს რაუნდიც მოიგო. მესამე რაუნდიც იგივენაირად დაიწყო. დვალიშვილმა შონ ომალი მაღლა აწია, ძირს დაანარცხა და ჯოჯოხეთი მოუწყო. ამ მომენტისთვის იგი უკვე 3 რაუნდს უგებს. მერაბმა ყველა გააკვირვა და ომალი მესამე რაუნდის მე-20 წამზე მოახრჩო. ასეთი დომინაცია მერაბს ამ დონეზე ჯერ არასოდეს ჰქონია. მერაბ დვალიშვილს 13 გამარჯვება აქვს ზედიზედ. შეიძლება ჯოზე ალდოსავით ჯერ 7 ქამრის დაცვა არ აქვს, მაგრამ უდიდესი სახელები დაამარცხა.
სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის მერაბ დვალიშვილი კორი სენთეგენს დაუპირისპირდა 4 ოქტომბერს. მანქანამ კი თავისი მისია ისევ შეასრულა. ბრძოლის დასაწყისი სენთეგენს ძალიან კარგი ჰქონდა. ფეხში აქტიურად ურტყავდა მერაბს, ამუშავებდა ჯებს. როდესაც მერაბ დვალიშვილმა მანქანა დაქოქა, თითქოს კორი სენთეგენიც კარგად დაუდგა. თეიქდაუნები შეაჩერა და დისტანცია დაიცვა. მეორე რაუნდში კი სრული საგიჟეთი დატრიალდა. ამ ფოტოში ჩანს თუ როგორ გაუხსნა მერაბ დვალიშვილმა სენთეგენს ცხვირი. შემდეგ კი შეტევაზე გადავიდა და სწორედ ეს მომენტი იყო, როდესაც მერაბმა სენთეგენი ძალიან მაგრად დააზიანა. გაუსაძლისი წნეხი, უძლიერესი დარტყმები. სენთეგენი კი ლამის გაითიშა. ყველას გვეგონა, რომ სენთეგენი ვერცერთ დარტყმას ვეღარ გაუძლებდა. თავი ჩახარა და ელოდებოდა ფინიშს. სასწაულებრივად გადარჩა. მერაბ დვალიშვილმა უამრავი ტეიქდაუნი შეასრულა. მესამე რაუნდში ძალიან ბევრი ენერგია ჰქონდა. ჩვენ ვიხილეთ მერაბ დვალიშვილის UFC-ს კარიერის დასაწყისის ვერსია, სადაც ის გამარჯვებაზე იყო კონცენტრირებული. მიიმწყდია გალიასთან, აკონტროლებდა და მუხლებით უდიდეს ზიანს აყენებდა. ბრძოლის მეორე ნახევარმაც ასე ჩაიარა. მერაბ დვალიშვილი უბრალოდ დომინირებდა. მერაბმა გვაჩვენა, რომ არსებობს ლეველები. კონკრეტულად კი სენთეგენს დაუმტკიცა, რომ ის მის ლეველზე არ იყო. უამრავი ტეიქდაუნი, რომელზეც კორი სენთეგენს უბრალოდ პასუხი არ ჰქონდა. ერთი გდება, მეორე გდება, მესამე გდება, სენთეგენი დგებოდა, მაგრამ მერაბი მას ისევ აგდებდა. რაღაც მომენტში სენთეგენმა ძალიან ძლიერი მარცხენა მოარტყა ჩემპიონს, მაგრამ მერაბმა მოახერხა და უსაფრთხო დისტანცია დაიჭირა. თავარი გამარჯვება მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე 2025 წელს 3 გამარჯვებაა. როგორც მოგეხსენებათ, ის მხოლოდ და მხოლოდ მერვე ადამიანია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ერთ წელში 3-ჯერ დაიცვა. ერთ რაუნდში 20 ტეიქდაუნი შეასრულა. ამ ბრძოლაში გასცდა 100 ტეიქდაუნს და გახდა UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი, ვინც ეს მოახერხა. გაიმარჯვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მისმა გამარჯვებების სერიამ კი ზედიზედ 14-ს მიაღწია. გზა ყველა დროის საუკეთესოებამდე გრძელდება და როგორც მოგვიანებით დანავაითმა თქვა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს UFC-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი. ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე? ავა თუ არა დვალიშვილი ზედაწონაში, რათა ვოლკანოვსკის წაართოს ტიტული. იბრძოლებს თუ არა ის ფლაივეითის ჩემპიონთან ალექსანდრე პანტოჟასთან. ამ ყველაფერზე პასუხს მალე გავიგებთ. შენ კი დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი, რათა არ გამოტოვო არც ერთი ახალი ამბავი. ამ ვიდეოთი წარმატებებს უსურებ ჩვენს ძმას და მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოიწეროთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ მერაბის პირადი არხიც და ასევე საქართველოში ყველაზე პირველი და მაგარი MMA პოდკასტ არხი, Fight Hope პოდკასტი. ლინკები აღწერაში იქნება. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.